გუშინ ოზურგეთის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის მორიგი თამაშები გაიმართა. მინიფეხბურთის ტურნირში ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლების გუნდები ჩაერთნენ. ტურნირი საინტერესო და სანახაობრივად დატვირთული გამოდგა. ნახევარფინალში ერთმანეთს ოზურგეთის 2, სოფელ მერიისა და ნომერ 4 საჯარო სკოლის გუნდები ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გუნდებს დაუპირისპირდნენ. სადაც გამარჯვება ჩოხატაურის და ოზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს. ფინალი მეტად დაძაბული აღმოჩნდა. გუნდების ძალთა თანაბარდობა მატჩის შედეგზეც აისახა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებით დროს სათავისოდ გამოყენება ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო. პენალტების სერიაში ოზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა და ზონალურ თამაშებში საგზურის მოიპოვა. გურიაში ჩატარდა გურიის პირველობა, ბევრი კაი გუნდი მონაწილეობდა და წარმატებებს უსურვებ ბიჭებს და გავიმარჯვე და გვიხარია ყველა ზა. მადლობა ვინც ჩაატარა ეს ტურნირი და იმედია კიდევ ჩატარდება ასეთ ტურნირები. ჩატარდა გურიის სასკოლო პირველობა მინიფეხბურთში, რომელიც თამაშობდა 4 გუნდი, ლანჩხუთის ჩემპიონი, ჩოხატაურის ჩემპიონი და ოზურგეთის 2 გუნდი, მერიის საჯარო სკოლა და მე-4 საჯარო სკოლა. საკმაოდ წარმატებული თამაშები იყო და ღირსეულმა გაიმარჯვა, რომელიც მიიღებს ზონალურ პირველობაზე ქალაქ ქუთაისში მონაწილეობას. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017 საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.